ლავრენტი ბერია იჯდა ჩვენ ზემოთ ერთი სართულით. ინგოროყვას 22 ნომერში, რომელიც იყო ყოფილი ჩეკას სახლი, ესე რომ ვთქვა, ჩეკას შენობა. დღეს ნაკლებად საშიშად გამოიყურება აქაურობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ დროს რომ ამ შენობაში ვინმე დაებარებინა. სანამ აქ მოვიდოდა, მანამდე ერთ ციკლს გაათავებდა, ესე რომ ვთქვა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირი რეპრესიები მიმდინარეობს საქართველოში, რომელშიც ფეხბურთელებიც არიან გარეული. როგორ იწყება დინამოს ისტორია და რა კავშირი აქვს მის ფესვებში საბჭოთა ჩეკას და ლავრენტი ბერიას. ჩეკისტების გასაკაშებლად იქნება ესეთი სპორტ საზოგადოება დინამო. 25 წელს დინამო არ არის ძლიერი გუნდი, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს ახდენს ლავრენტი ბერია. ორივე თბილისის დინამოში აქვთ ნათამაშები. ესენი ითვლებიან ყველაზე ესეთ საშინელ ჯალათებად, ჯალათთა შორის ჯალათებად. ხელფასები თბილისის დინამოს ფეხბურთელების აღემატება ჩვეულებრივი ჩეკისტების ხელფასებს. თბილისის დინამოს ზურგი აქვს არამარტო ჩეკისტებისგან, არამედ პარტიული ფუნქციონერებისგან. რეალობა ის არის, რომ ცემაში ყავთ მოკლული. 37 წელს მოქმედი ფეხბურთელია ეს? მოქმედი ფეხბურთელია, კი. რას სულის ბერიას გარდაცვალება? მათ ეკარგებათ მთავარი ზურგი, ბერია მთავარია. ბერიას პირმშოა თბილისის დინამო.